Თვირფასო ქართველებო, დღეს არის 9 აპრილი. 34 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა საქართველოსი. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლისთავს. მაგრამ დღემდე სამწუხაროდ დამოუკიდებლობის აღნიშვნის მაგივრად ჩვენ გვაქვს ეს დღე რაღაც გლოვის დღედ გამოცხადებული 9 აპრილს დაღუპული ადამიანების მოხსენიების დღედ. ერთმა გაანათლოს მათი სულები. მე მინდა დღეს ერთ თემას შევეხო. დღეს რუსთაველზე შეკრებილი არის ეგრეთ წოდებული პროდასავლელები, რომლებსაც ქვეყანა უნდა შეიყვანონ ევროკავშირში. ანუ დამოუკიდებლობის მტრები არიან. ეს ხალხი არის დამოუკიდებლობის მტრები. ერთი კავშირიდან გამოვედით ჩვენ თავის დროზე და ახლა უნდათ მეორე კავშირში შესვლა. წითელი კავშირიდან გამოვედით და მათ უნდათ ცისფერ კავშირში შესვლა. მაგრამ ეს მათი პრობლემა არის. ვიდეოები ვრცელდება, რომ ისინი იმ ადამიანებს, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან ყვავილების მიტანა უნდათ, უბინძურესი სიტყვებით მიმართავენ. ეს მთლიანად მთელი ქვეყნისთვის შეურაცხყოფელი არის, ჩემო მეგობრებო, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვთვლი. და უკვე ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი საზოგადოება უკვე ყელში არის ამოსული მათთვის ის, რაც ხდება რუსთაველზე უკვე თვეების განმავლობაში. მაგრამ მე მინდა მეგობრებო შეკითხვა დავსვა სულ სხვა კუთხით. ჯანსაღი საზოგადოება რომ შეიკრიბოს მაგალითად თავისუფლებაზე და რუსთაველზე გავლა უნდოდეს. ერთი 10-დაც რო იყოს რაოდენობა, ეგრეთ წოდებული პროდასავლელების სასარგებლოდ. არანაირი წინააღმდეგობა პარლამენტის წინ არავისგან არ შეხვდებათ. დაიფანტებიან როგორც ტარაკანები შუქის ანთების დროს. მაგრამ შეკითხვა მაქვს. ხელისუფლება გამოიყვანს თუ არა პოლიციას და შემოარტყამს თუ არა ამ ხალხს ალყას, რათა არავინ შეეხოს და ეს ხალხი არავინ დაშალოს. გაიხსენეთ მეგობრებო 4 წლის წინანდელი ამბავი 21 წლის 6 ივლისი, როდესაც 5 ივლისი იქ ჯვარი აღმართეთ, 6 ივლისს შეიკრიბა მთელი გეის სასტავი თბილისის. ჟურნალისტები, პარტიები, ONG-შნიკები დადგნენ იქ და ლკპოტო დროშის ქიცინი დაიწყეს. გარყვნეს, შებილწეს იქაურობა. და ჯანსაღი საზოგადოება, როდესაც შეიკრიბა და უნდოდათ რომ ამ ნაგვისგან გაეთავისუფლებინათ რუსთაველის პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია, პოლიცია შეიკრიბა და იცავდნენ და 6 ივლისს უამრავი ადამიანი დააკავეს და ბოლოს ციხეში გაუშვეს. გავიხსენოთ ეს. მე გეკითხებით, რომელი ხართ დარჩენილი საქართველოში, რომელიც არ ფიქრობთ, რომ თუ ჩვენ ჯანსაღი ნაწილი საზოგადოებისა, დამოუკიდებლობის მომხრე საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ხალხი შევიკრიბები და რუსთაველზე წესრიგს დავამყარებთ. ქართული ოცნება თავისი პოლიციით ვის დაიცავს? ყველამ ხო ვიცით რომ მაგათ დაიცავს. ისევე როგორც 21-ში რო გააკეთა 4 წლის წინ. მეგობრებო, თავი იმიტომ გვაქვს რომ ვიაზროვნოთ. ეს აზროვნება კი გვავალდებულებს რომ მიუხვდეთ რომ ქართულ ოცნებას რაც ხდება რუსთაველზე ჰაერივი ჭირდება და მას აწყობს ეს რა ვიცი უკვე რა სახელი დავარქვა. მერთმა მოგცეთ მეგობრებო თითოეულ ჩვენთაგანს ღირსების შეგრძნება და მტერისა და მოყვარის დანახვის შეგრძნება. ამათ ქართული ოცნება იცავს და რო არა ქართული ოცნება ეს სანაცეთი, ეს დამოუკიდებლობის მტრები დამთავრებული იქნებოდნენ დიდი ხანია მეგობრებო. დამთავრებული იქნებოდნენ, ჩვენ ყველა ვიცით ეს ვინც ხედავთ რა. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ.
და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის თავს.